ბატონო, ბუნებრივია მე მის პოლიტიკურ კონტექსტს შევეხები. გარეშე იმისაგან ჩვენ როგორ აღვიქვამთ ამ ტელეკომპანიას, ალბათ არ გაგვიჭირდება იმის აღმოჩენა, რომ ეს ორი მედია საშუალება პერმანენტულად უკვე დიდი ხანია იწევა რაღაცა ირიბ პრორუსულ ნარატივს, არსებული, ვთქვათ, ევროკავშირის არსებული მიდგომების ძალიან რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკას უფრო კი მოდი ასე დავარქვათ, მარგინალიზაციის უწყვეტ კამპანიას, რომლებიც თუ კი თქვენ ნახავთ საერთაშორისო ამბებს, იქ ნახავთ, რომ მათი ნიუსები აგებულია მხოლოდ იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, რომლებიც ევროკავშირის არსებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, იგივე მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ თქოს ამერიკის შეერთებულ შტატების მიმართ ხელისუფლება რაღაცა პოზიტიურ სიგნალებსაც გამოხატავს ხოლმე, მათი მედია საშუალებები აქაც მუდმივად ნეგატიურ კამპანიას აწყობენ, მოვლენებს, რომლებიც ზოგადად ევროკავშირის ქვეყნების ცხოვრების ნეგატიურად წარმოჩენას აჩვენებენ, მუდმივად იმის ძიებაში არიან, რომ რაღაცა ერთგვარი თქვათ დასაბუთების მცდელობა ქონდეთ, აი ამ წინააღმდეგობის მიმართულებით სინქრონშია ერთ-ერთი სახელისუფლებო პოზიციებთან და ასე შემდეგ. ამიტომ ის განმარტებითი ნაწილი, რაც სანქციებს დაედო საფუძვლად, ბუნებრივია, გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება მედია საშუალება როგორიც გინდა იყოს ის, საერთოდ ერთ-ერთში მეორებდეს ხელისუფლების კამპანიას. ანუ საერთო ჯამში ახლა კი იყენებენ ტერმინს თავისუფალს, მაგრამ ესეც არის ერთგვარი კორპორატიული მედია საშუალებები, რომლებიც სახელისუფლებო ვიზია, ასე დავარქვათ, ჩემი არ მიყვარს დიდად ჟარგონების გამოყენება, ხოლმე მაგრამ დაახლოებით ამ პრინციპზეა. ამიტომ ამ ტელეკომპანიების დასანქცირების საფუძველი თავად ამ ტელეკომპანიების შინაარსშია. მიუხედავად იმისა, შიდა პოლიტიკა როგორი არის აქ, ის მუდმივად ეწევა ქვეყნის შიგნითაც დისკრედიტაციას იმ ქვეყნების, რომლისკენაც ჩვენ იდეაში ფორმალურად მაინც მივისწრაფვით. აი მაკა ბოჭორიშვილმა სხვათა შორის თავისუფალიო ასე მოიხსენიებენო, ახსენეთ არჩილ და ჟურნალისტმა კითხა საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იმედი და პოსტები ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიანო და ბოჭორიშვილმა უპასუხა და მერე აი ესეთი კომენტარი ჰქონდა. პირველი ხელისუფლების რაღაც პოზიციას, ანუ მე ზოგადად ამოვდივარ ხოლმე იმ განყენებული ცნებებიდან, რომ მე რა მომწონს რა არ მომწონს ამას კი არ ვუყურებ, რაღაცა ობიექტური მოცემულობა რაშია. აი რომ მომხდარიყო რომელიმე არასახელისუფლებო ტელეკომპანიის დასანქცირება. აი თეორიული დაშვება რომ გავაკეთოთ. როგორი იქნებოდა ხელისუფლების პოზიცია? გასაგებია როგორ ის, ხო? ისინი ამ შემთხვევაში გაიხარებდნენ რაღაცა ევროკავშირის მიმართ დადებით სიგნალებს გამოხატავდნენ და ასე შემდეგ. მე დადებითად მივიღებდი ხელისუფლების მხრიდან თავისი ქვეყნის მედია საშუალებების მიმართ მხარდაჭერას. იმ შემთხვევაში თუ კი ის ყველას მიმართ გულშემატკივრული იქნება და ვინმეს მიმართ, რა ვიცი, თქვათ, აი რომელიღაცა ტელეკომპანიას არასახელისუფლებოს რომელიღაცა ქვეყნის რაღაცა, თქვათ, კომპანია მუჩილა, ხო? აი თუ კი ის თავის ქვეყნის მედია საშუალებებს ყველას თანაბრად იცავს, ამ შემთხვევაში სავსებით ნორმალურად მივიღებდი, რომ მათ შორის ეს ორი ტელეკომპანია მისი მხარდაჭერის ობიექტი აღმოჩნდა, როგორც თავის ქვეყნის, მაგრამ ამაშია მთელი პრობლემა, რომ თავისი მედია საშუალებებია და ხედავს პირდაპირ მარტო მედია საშუალების სივრცეში ხო არ იკეტება ეს პროცესი სანქცირების, არა, ეს არის ნოტა პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, ხელისუფლების მიმართაც, ხო, მათ შორის და ეს ნიშნავს, რომ თუ აქამდე რაღაცა მსუბუქი სანქციები იყო გამოყენებული, ამ ყველაფერმა შეიძლება მიიღოს საკმაოდ რთული და უხეში მიმართულებაც. ამიტომ თავის მედია საშუალებებს იცავს, ანუ მე მიუხედავად იმისა, ვის როგორი საინფორმაციო დღის წესრიგი აქვს, ჩავთვლიდი თავისუფლად, მაინც ყველაფერს მიუხედავად, თუ კი ის არ იქნებოდა ხელისუფლების ერთადერთი არჩევანი, მაგრამ ეს არის საინფორმაციო სააგენტოს ფუნქცია მიიღო ტელეკომპანიების ნაწილმა დღეს მედიისა მართველი ძალისათვის. ეს არის, ამიტომ აწუხებთ, თორე ახლა დავიჯერო, რატო არ ხდება მაშინ, რატო არ ღელავს ფორმულა რომ უმძიმეს დღეშია, პირველი რომ ფინანსურად უმძიმეს დღეშია, ტელეკომპანია კავკასია,
თავარს რაც მოვიდა, რატო არ ღელავდა მთელი ამ წლების მანძილზე, ხო? პირიქით ისაკეთებს ხელისუფლება ყველაფერს, რომ არასასურველი განდევნოს და თავისთვის სასურველი იყოს ერთადერთი პროპაგანდისტული სივრცე. ყველაფერი ჩამოჭრა ხელისუფლებამ, რაც კი მისგან განყენებულ ჯგუფებს სამოქალაქო საზოგადოებაში იქნებოდა სპეციალისტებში, აკადემიურ განათლებაშიც კი და მით უმეტეს მედიაში ყველაფრის მოსპობაზეა სამწუხაროდ ხელისუფლება გადასული და ახლა თავისთვის ორ სასურველ ტელეკომპანიას რომ იცავს და ორის მიმართ ასე ვთქვათ ორიც მიზანშია ხო ალბათ ამოღებული გულისხმობ რუსთავი ორს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ეს არის მაკა ბოჭორიშვილმა რა კომენტარებიც გააკეთა რა მერე რა მაშინ დაარქვან რომ ეს არის სახელმწიფო არხი და დაარქვან მაგალითად ხო არსებობს ტელეკომპანია რომელიც ქართული ოცნების აბრევიატურაზეა აგებული არა იქ როდესაც გადის რაღაცა თქვა თუნდაც რომ გავიდეს ახლა არ გადის რამდენადაც ვიცი პოლიტიკური შინაარსის პროდუქცია იქ გასაგებია აბსოლუტურად გასაგებია მაგრამ როდესაც ამ სახელს კლით ფუთავენ ტელეკომპანიებს რომლებსაც საკუთარი წარმომადგენლობა აქვთ პრაქტიკულად ხელისუფლების და ხელს უწყობენ მხოლოდ სახელმწიფო აი ამ პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურის შექმნაზეა ლაპარაკი ხო ამაზე დგას ხომ დღეს ხელისუფლება მნიშვნელოვნად რომ აი ეს პროპაგანდისტული ინფრასტრუქტურა არის აწყობილი ყველა მიმართულებით და ამ პრინციპზე ცდილობს ამ ძვირფას რაღაცას გაუფრთხილდეს ეს არის სირცხვილი როდესაც ამაზე აკეთებს ხელისუფლება მარტო აქცენტს მაშინ დასვას შეკითხვები ყველა სხვა მიმართულებით და მე ელაპარაკოს ეს თავისთავად ძალიან ცუდი რამეა ზოგადად როდესაც ტელეკომპანიას მედია საშუალებას ზედმეტ მიკუთვნებულობა აქვს ხოლმე თუნდაც ოპოზიციურ არსზე თუნდაც ოპოზიციურ პარტიასთან კონკრეტულთან ან თუნდაც სახელმწიფო პარტიასთან მაგრამ მით უფრო უარესია სახელმწიფო პარტიისათვის პარტიის მხრიდან იმიტომ რომ ის ძალაუფლებას წარმოადგენს სხვა დანარჩენი მაინც განყენებულ რეჟიმში არიან ძალაუფლების პარტიაა და ჩვეულებრივ მე ასეთი მახსოვს ჩემი ბავშვობიდან საბჭოთა კავშირის დროს და დღეს ზუსტად ხელისუფლება სამწუხაროდ მიიღწვის იქითკენ რომ როგორც ჩემ ბავშვობაში იყო სახელმწიფო ტელეკორპორაცია თუ ტელერადიო კორპორაცია ასე ერქვა პირველ არხს და მერე გაჩნდა რაღაცა მეორე არხი და მეტი არაფერი არ არსებობდა დამოუკიდებელი მედია საშუალებები დღესაც იმ მიმართულებით წაიყვანოს და გაუფრთხილდეს ბჭყალებში იმ ერთადერთ ინფრასტრუქტურულ სივრცეს პროპაგანდის რომელიც გააჩნიათ რამდენიმე არხზე. აი ეს თავისთავად ხელისუფლებას არც კი უნდა შეემჩნია მე რომ მკითხოთ. მაგრამ რამდენადაც თითოეული მათგანის რა ვიცი პოლიტიკური მომავალი თუ ფინანსური მომავალი თუ ფინანსური ინტერესები ამ ყველაფერზე არის დაფუძნებული ამიტომაც ვთხრობენ ასე ძალიან ჯამში რა თქმა უნდა არც იმისი ილუზია არ მაქვს რომ თუნდაც რაღაცა ტელეკომპანია იმედიან ის მეორე არხი მის გამოთქვაც კი არ სიაოვნებს ხოლმე ერთ-ერთი ასე ვთქვათ მე ვიტყვი კი ხო არის მაპატიოთ ჩემი კეთბაღლოთის მაგრამ ზოგიერთი არხის გამოხატვაც კი რაღაც გონია რომ ღირსების ქვემოთ არის ხო და ასეთი არხების მიმართ რომ აქვს მთელი აქცენტი სირცხვილს არ უნდა შეემჩნიათ მაინც ეს ყველაფერი რაღაცა ფორმალური განყენებულობა მაინც უნდა დაეჭირათ ბრიტანეთის ელჩს იბარებენ ტელეკომპანიის დაცვის მიზნით არა ეს თავისთავად არჯდება ერთმანეთში მიუხედავად იმისა სიმართლე რა არის ეს ნიშნავს რომ აი ამითი პრინციპში ამ სანქციებამ კიდევ სხვა მხრივ მიიღეს დატვირთვა რომ აი ეს ერთიანობა რაღაცა ხო იყო მაინც ილუზორული რაღაცი ტელეკომპანია დამოუკიდებელია და ასე შემდეგ ერთიანად როგორ შეფუთა თვითონ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი კი ბატონო მადლობა თქვენ მადლობა არჩილს არჩილ გამზარდია საუბრობდა